წმინდა იერონიმე. ეს ალბრეხტ დიურერის გრავიურაა, რომელიც მან დაახლოებით 1514 წელს შექმნა. გრავიურა იკონოგრაფიული სირთულით, სიმბოლოთა, ალეგორიათა სიუხვით გამოირჩევა. წმინდა იერონიმე ინტერიერშია გამოსახული. ის მაგიდასთან ზის. მაგიდაზე ვხედავთ დახრილ სამუშაო დაფას, რომელსაც წმინდა იერონიმე წერისას იყენებს. მაგიდის კუთხეში ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულება იკითხება, რომელიც იმგვარად განათავსა დიურერმა, რომ თუკი წმინდა იერონიმე ჯვარცმული ქრისტეს ფიგურას შეხედავს, უმალ მის უკან თავის ქალას დაინახავს. ფიგურათა ამგვარი განლაგებით დიურერი გვახსენებს, რომ მხოლოდ შობილმა ძე ღვთისამ ადამის ცოდვილი მოდგმისთვის, ანუ ჩვენთვის განკაცებული ჯვარსეცვა, ჩვენთვის დაღვარა მისი წმინდა სისხლი. დრო კი სწრაფად გადის. ამაზე მისანიშნებლად ავტორი წმინდა იერონიმეს უკან კედელზე სხვა მრავალ ნივთთა შორის ქვიშის საათს გამოსახავს. ოთახი სარკმლებიდან შემომავალი მზის სხივებით ნათდება. სწორედ ამ სარკმლებიდან ერთ-ერთი სარკმლის ღრმა რაფაზეა განთავსებული თავის ქალა. მაგიდის ერთ მხარეს დამოუკიდებლად მდგომი სკამია გამოსახული, მეორე მხარეს სარკმლებთან კი ვხედავთ ხის გრძელ ჩამოსაჯდომს. მასზე ნათლად იკითხება ბალიშებისა და წიგნების გამოსახულებები. მის ქვემოთ კუთხეში კი ვხედავთ სკივრს. მაგიდის წინ მნახველთან ძალიან ახლოს დიურერმა ლომი და ძაღლი გამოსახა. გრავიურა ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება.